გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამ დილით მე დავდევი პოსტი, რომელიც ეხებოდა იმ პერიოდის სამხედრო კონფლიქტის დროს 2008 წლის ომის დროს იმ ჩინოვნიკებს, რომელმაც ჩინოვნიკებმაც ოფიციალურად დატოვეს საზღვარი ომის დროს. და ეს არის მინდა თავშივე ვთქვა, რომ ეს არის არასრული სია. არ არის ეს სრული სია, ეს არის წყაროებიდან ჟურნალისტური გამოძიებებით და წყაროებით მიღებული ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად 2013 წელს იქნა გასაჯაროვებული. არავისთვის სიახლე არ არის, რაღაცა მე ახალი სასწაული არ მინახია და შორის მე როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირადად ვნახე, ორივეჯერ მოუთხოვი ამ მითქვია არაერთხელ, არ მინდა ახლა ყოველ იმაში გამეორება, რომ ომის გამოძიება და ამ ადამიანებმა, ვინც დატოვეს მაშინ სამშობლო, მიატოვეს ყველაზე რთულ მომენტში პირსისხლიან ოკუპანტებს, დაკრეს ფეხი და გაიქცეს და თავისი უჯიშო ცოლ-შვილი გაიყვანეს, თავისი ქონება გაიტანეს და ამ ხალხის სია ვინც იმ პერიოდში გავიდა, მათ შორის არის ბოკერია და არის კიდე სხვები, ძალიან დიდი თანამდებობის პირები, ჩინოვნიკები, შეგიძლიათ ჩამოყვეთ ამას ქვემოთ და ნახოთ. რომ ეს სია ტყუილი არ არის. ეს ოფიციალური წყაროებიდან ამოღებული. ეს მაშინდელი საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან იქნა გამოჟონილი და ეს ჰქონდათ ეს სია დავით აიას კომისიასაც ჰქონდა და მათ შორის წულუკიანის კომისიასაც უნდა ქონოდა ეგ ყველაფერი და ჩემზე უკეთესად იციან ამათმა, რომ 2008 წლის ომის დროს ვინ დატოვა ქვეყანა. შეიძლება რაღაცა დავალებით, რაღაცა აქეთ-იქეთ, ვიღაცა ერთი და ორი ჩინოვნიკი გასულიყო ქვეყნიდან. როდესაც ესეთი მასობრივი გაქცევა იყო ქვეყნიდან, ძალიან ხო გიყვართ თქმა და ზოგიერთმა ავადმყოფმა დამიწერა ეგ კომენტარებში, რომ შენ სად ახარ ახლა, შენ სად იმყოფები და ესე შემდეგ. მე ვხვდები, რომ ამ ხალხის თავში იმხელა ნაგავია, ამათ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა რა, სამშობლოს ღალატს აქვს მნიშვნელობა, არც ომის დროს გაქცევას, ხალხის საზოგადოების მიტოვებას, ქვეყნის მიტოვებას და მე ეს ხალხი გამოდის და გმირობას იძახს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანების ნაწილი ოფიციალურად ვინც აქვს სიაში, მათი ნაწილი დღეს ქოცები არიან. დიახ, ქოცები არიან მათი ნაწილი. და გასაგებია, რომ ქოცებსაც აქვთ იგივე პრობლემა, ეს ერთი ბოზიშვილი ძალა არის. და ამათაც აქვთ სერიოზული პრობლემა, რომ რა თქმა უნდა არ გამოიძიებენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თავიანთებიც არიან იქ და ყველა ფრიმიშას წარსულიდან მოდის. და მე რა მინდოდა მეთქვა კაცო, რომ როდესაც ომი იყო და როდესაც ჩინოვნიკი ვალდებული არის მის ქვეყანაში იყოს და მიხედოს მის ქვეყანას, ახლა ყველა ომში ვერ იქნება და ამათ რა არც ევალებოდათ კაცო ომში ყოფნა, მაგრამ ომის დროს ექიმს თავისი საქმე აქვს, ენერგეტიკოს თავისი საქმე აქვს, რკინიგზას თავისი საქმე აქვს, საგზაო დეპარტამენტს თავისი საქმე აქვს, საზღვარს თავისი საქმე აქვს და ყველას აქვს გაათმაგებული საქმე. ესენი ამ დროს გარბოდნენ, ლაჩრები. მირბოდნენ ქვეყნიდან. გაეტანათ ფული, გაეტანათ ქონება, გაიყვანათ თავისი უჯიშო შთამომავლობა, რომ თვითონ ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ და იქ მითითებული არ არის ამათი ოჯახის წევრები. ამათი უჯიშო ოჯახის წევრები, რომლებიც რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გაიქცნენ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ესენი ხო ცისფერსისხლიანი ხალხი არიან, ამათმა ხო ომში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამათ შვილს, ამათ ცოლს, ამათ შვილიშვილს და ამათ ნათესავს და ვინმე სხვა უნდა ჩამოვარდეს თმის ღერი. რა თქმა უნდა, ამ ხალხის სია არ ამოქვს ახლა მე, მაგ ხალხის სია აქვს აგე რა. კოცობას და კეთილი ინებონ და გამოაქვეყნონ, მაგრამ იქ ქვემოთ 1000 კომენტარები. რომ შენ ახლა რატო ხარ წასული და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მე ჩემი ქვეყანა დებილებო, ავადმყოფებო. ჩემი ქვეყანა მე არ მიმიტოვებია არც ომის დროს და არც მშვიდობიანობის დროს. ისე რო იცოდეთ რა. მე თუ წამოვედი აქ, იმიტომ წამოვედი, რომ იძულებული ვიყავი, ნაცებს მეგეზიზღებოდით, ქოცებს მეგეზიზღებოდით, ოს აფხაზ და რუს მევეზიზღებოდი ომის დროს და თქვენი სიკვდილი კი არა, ჩემი სიკვდილი უნდა და ჩემნაირების უნდათ. და ყველას აგერ ქონდა ყელში ძვალი გაჩხერილი სიმართლის. ავდექი და წამოვედი.
მაგრამ მე ომის დროს არ მიმიტოვებია ჩემი ქვეყანა და მე არც თანამდებობის პირი ვყოფილი ვარ. მე ვარ ერთი რიგითი ქართველი, რომელსაც არანაირი თანამდებობა გააჩნდა და არაფერი არ გააჩნდა. ნუ ავადმყოფებს დროს რო უთმო პასუხის გასაცემად, ესეც სასაცილო არის რა. მაგრამ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, ბიჭო, ასე რამ დაგასირათ თქვენ დედამოტყუნული შვილებო. თქვენ არიყავით ამ ქვეყანაში? არიყავით თქვენ ამ ქვეყანაში? თქვენ ამ ქვეყნის შვილები არიყავით? თქვენ არ მიგატოვეს? თქვენი შვილები არ მიატოვეს? თქვენი შვილიშვილები არ მიატოვეს? თქვენი მეგობრები, მეზობლები, დედები, მამები არ მიატოვა ამ ხალხმა? ხო და დააკრეს ფეხი და გაიქცნენ და მიატოვეს ქვეყანა. ესა სამარცხვინოსია. და ამას არ აქვს გამართლება, მათ შორის პირველი რუსოფობი რო არის, ჩერგო და გიგა. პირველი ეგენი გაიქცნენ. და აგი რა წერია? რაც არ უნდა იძახონ და ენას ძვალი არ აქვს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხლა რა შეაინტერესებს ქოცმოძრაობას ეს? არც კი ბოკერია, არც კი დაიბარეს წულუკიანის და სუბარის კომისიაზე, არც კი დაკითხეს, ბოკერია არ შეაწუხეს. რომ თურმე ბოკერია არაფერ შუაში არ იყო, არც ომიანობის დროს და არც მშვიდობიანობის დროს. რა უნდა ველაპარაკო ბიჭო ამათ? ამათ რა უნდა ველაპარაკო? მე აი რო გეუბნებით ქოცი და ნაცი ერთია თქვა. ბავშვი იყო იმ დროს იმანაც იცის რომ ბოკერია იყო ერთ-ერთი შემოქმედი ამ ყველაფრის. იმ წყეული რეჟიმის, რასაც ნაცმოძრაობა ერქვა. და იმ წყეული არც მინდა გავიხსენო რა ის უბედურებები რა რაც მაგათმა დაატრიალეს ერთ-ერთი თავში იდგა ეგ ყველაფერი. ყველაფრის თავში იდგა გიგაბოკერი. ამათმა კომისიაზეც არ დაიბარეს. და როდესაც მე გეუბნებით რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობა ვინც ოფიციალურად მაშინ მართავდით ქვეყანას იყავით ლაჩრები, მოღალატეები ქვეყნის. და პირდაპირ უნდა აგოთ პასუხი. არა მარტო იმათმა სააკაშვილის და ერთი სომეხი და ორი ურია და მესამე ეს ლიტველი რო ყავთ აგერი მათ რა ქვია საქართველოს სახეს რო წარმოადგენენ თურმე მაგაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. თქვენ სულ ყველა ვინც სამშობლო მიატოვეთ, გაიქეცით და ვინც დღეს ტარს უკრავთ, აბსოლუტურად ყველამ უნდა აგოთ პასუხი. ნუ როცა ნორმალური ქვეყანა იქნება და როცა ნორმალური ხელისუფლება იქნება. და კონსტიტუციონალური მოძრაობა და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის სარზია საცმელი და იმიტომ არიან ეს წეულები ყველას პასუხი მოსათხოვი რომ აი ამ ხალხს მთელი ამ ხნის მანძილზე აფარებდა ხელს. და მე მთხოვთ რომ ის ამ დროს რასაკეთებდა, ეს ამ დროს რასაკეთებდა, შევძანდით ბატონო და გადახედეთ ახლა ვინ სად არიან და რასაკეთებენ. ნახევარზე მეტი ამ სიაში ვინ წერია, ყველა ქოცებთან არის შემძრვალი და ყველა გემრიელათა. ამიტომ ესენი თავს არასდროს არ დაიჯიან. ესენი თავს არასდროს არ გაისამართლებენ. ამათი გასამართლებული და ამათი გამოძიებული როგორცა აგერ ავხედავთ ყველა. და ეხლა ვიტყვი ორ სიტყვას და მე მოუბრუნდები ისევე ამ ყველაფერს. აი აქ ერთი ეგეთი მოვლენა რომ მოხდა დღეს სასამართლოები არის წასული და ამის გამოძიება დაიწყო პროკურატურამო. ანუ სამშობლოს მიტოვება ღალატი ეს არავის არ აინტერესებს. იმის რა ქვია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით თურმე დაიბარეს აფხაზეთის ომის მონაწილეებიო და ეს კობალი კლიკაძე არის სამხედრო ჟურნალისტი, რომელიც აშუქებდა იმას რა ქვია აფხაზეთის ომის მოვლენებს და მე რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იყო, ჯარისკაცი და სახელმწიფო მიყავდა, ახლა ვეტერანთა დეპარტამენტში არის. სამსახურის მხრივ ამბიც არ უჭირს ახლა და არც მის პროფესიონალიზმს არ ვაკნინებ ამ ჟურნალისტებიდან განსხვავებით, რაც აქ არიან, მაგრამ ახლა გამომხდარა აგერ და ამბობს თურმე ესეთ რაღაცას დაკითხვაზე მისული, რომ არ მიმაჩნიაო სწორად რომ გიორგი ბარამიძეო აღმოჩნდესო გისოსებს მიღმაო ადამიანიო რომლის დაპატიმრებაზეო რუსეთს აქვსო გაცემულიო სანქცია. ანუ რუსეთს რადგანაც აქვს ესე იგი ბარამიძეზე გაცემული სანქცია. თურმე ამის გამო არ შეიძლება რომ ბარამიძე დავიჭიროთ თუ არა ეთყობა რუსეთის იმას შევასრულებთ რა ქვია მოთხოვნას თურმე და ცუდად გამოჩნდება ვინმეს თვალში. ხა კარგად მომისმინე ბიძიკო მაგდენი გამოცდილება და მაგდენი ტვინი გააქვს რომ ასეთი სირობა არ თქვა. შენს და იმ სხვა დანარჩენებსაც. ამ კაცმა მისი განცხადებით მთელ ერს, მთელ ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა, რომლის ეთნიკური და ორგანული ნაწილი არ არის ეს თვითონ. ეთნიკურად არ არის ქართველი, არის ისევე როგორც სააკაშვილი სომეხი, ისევე როგორც ის არის
კეზერაშვილი იყო ებრაელი, როგორც პატარკაციშვილიც კი ბატონო, მაგრამ პატარკაციშვილს ამათგან განსხვავებით სამშობლოსთვის არაფერი არ დაუშავებია. აი ის ბოზიშვილი რო იყო კიდე იაკობაშვილი, ურია, ისეთივე ისა ნატურალიზირებული ქართველი არის ეს. ლიტველი წარმოშობით, პარამიცი. რომელაც გამოვიდა და ქართველი ერი და ქართველები სისასტიკეში, შეუწყნარებლობაში და ჟენევის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა ღიად. ძალიან ხო გიყვართ ენაზე ჰააგის ტრიბუნალი აქ ნახევრად ჩიგ ევროპაში ხარ გაზრდილი. და ეხლა გამოდიხარ აქ და მიდიხარ დაკითხვაზე და ვაიმე ბარამიძე არ უნდა იქნას დაკავებული, იმის გამო არ უნდა იქნას ბარამიძე დაკავებული, რომ მასე რუსეთს ის აქ აღძრული საქმე და ვინმე რუსეთუმეობა არ მოგაწეროთ, ხო? და ამას ტაშს გიკრავს კიდე ეგ ზოგიერთები, ხო, არა დაპატიმრებული არ უნდა იყოს და სამშობლოს ღალატ შედება კაც ბრალი. პირველად აღიძრა სამშობლოს ღალატისთვის ესა რა ქვია, საქმე საქართველოში. ისინი ყველა მოღალატეები არიან, აბსოლუტურად ყველა დასაჭერი. და პასუხი არ უნდა აგოსო. იმიტომ რომ რუსეთს აქვს საქმეო აღძრულიო. აი ამის მიმართო. კაცი ბიჭო გამოდის. რასაც რუსეთი აბრალებდა საქართველოს და ქართველებს პატარა ერების ამოწყვეტას, აფხაზი და ოსი ხალხის გენოციდის მოწყობას, ამას აპრავებს ქართველი კაცი, ახლა იმათთვის რა იციან ეს ქართველია თუ ისა, ჯერ ამათ ვერ გაუგიათ. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი პარლამენტარი ღიად ამბობს, რომ თურმე ქართველები ტყვეებს არ იყვანდნენ და ხოცავდნენ და ეს დიშლა გამოდის ეს რა ქვია ლიკლიკაძე, რომელიც თურმე იმომს აშუქებდა და წინააღმდეგია, რომ სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრული საქმე არ მივიდეს ბოლომდე, იმიტომ არ მივიდეს, რომ რუსეთს აქვს აღძრული საქმე. შემიძლია სირი ხო არა ხარ. აი შენს და შენ ირგვლივ მაგ ვინც აყართ, გრძელ ბრტყელ სიტყვებს რო ლაპარაკო. და ის რო იხსენებთ იმას გმირობას და ვაჟკაცობას. მაშინ რას გეტყვით, იცი? თქვენ თუ ოფიცრის ღირსება გაგაჩნიათ, თქვენ თუ თავმოყარეობა გაგაჩნიათ, თქვენ თუ საერთოდ კაცები ხართ, ვინც ახლა ამას ამბობთ, ხო? რომ თურმე კი ეს რას ბოდავს და შეურაცხყოფა მოგაყენათ ყველას თითოეულ მებრძოლს. და გამოდიხართ ახლა და თან დამნაშავეა, მაგრამ თან პასუხი არ უნდა აგოს. ასეთ შემთხვევაში ოფიცრის ღირსება რას ნიშნავს, იცი? მაშინ თქვენ უნდა აგებიოთ პასუხი. თქვენ უნდა აგებიოთ პასუხი, ან თქვენ უნდა აგოთ პასუხი. მაშინ აი კანონებს თავი დავანებოთ. მოდი კანონებს თავი დავანებოთ და მორალური კანონით და ოფიცრის ღირსებით ვილაპარაკოთ. ოფიცრის ღირსება რო ქონოდა მაგ ზოგიერს, დღეს ცოცხალი საერთოდ არ უნდა იყოს, თავი უნდა მოეკლათ. ღირსების მკვლელობა უნდა ჩაედინათ. იმ ბევრი უსინდისობის გამო, რაც ქვეყანაში მოხდა და მათთან ერთად მოხდა. და მაშინ თქვენად ეკით და ოფიცრის ღირსება როგორც ითვალისწინებს, თუ კანონით არ გინდათ, რომ პასუხი აგოს, იმიტომ რომ რუსეთს აქვს საქმე აღძრული, მაშინ ადეკით და როგორც ოფიცერმა, როგორც მუნდირის შემარცხვენელს, როგორც ქვეყნის დანაშაულებელს, ერის დამადანაშაულებელს წადით და მოთხოვეთ პასუხი და აგებიეთ პასუხი, როგორც ოფიცრის ღირსებას შეეხება. თუ არა და ჩაიგდეთ ენამუცელში, დაეგდეთ იმ ვეტერანთა დეპარტამენტში, როგორც ყრი ხართ, გავსებული პუჩისტებით რო ავსებული იქაობა და ცოხნეთ იმას, რასაც ცოხნით. და ნუ ატალიკინებთ ამ ენას. გადაიჯვით თავზე მართლა რა მე ახლა პუჩისტი კობალაძის იმას რა ქვია კიტოგვანის ძაღლის გამსეირნებელი ბომბორას რომელსაც სულ პუჩისტები ყავს შემოკრული ირგვლივ და ღირსებაზე ლაპარაკობთ რა ღირსებაზე უნდა გელაპარაკოთ რა ღირსებაზე უნდა გელაპარაკოთ თქვენ არაფრის ტრაკი არ გაქვთ ვერაფერი ვერ გაგიკეთებიათ და გამოდიხართ კიდე და კაცმა ამნაირი რაღაცა გააკეთა მთელი ერი დაადანაშაულა გენოციდში ეს კიდე ერთი დადასტურება არის იმის. ესე იგი გამოდის რომ აფხაზები ჩვენზე რასაც ლაპარაკობდნენ, ყველაფერი მართალი ყოფილა. ყველაფერი მართალი ყოფილა. აბა რა ვიცი, მე ახლა სხვას არავინ არაფერს არ გვაბრალებდა. ნუ ახლა ეს პატარა ბავშვების ხორცის ჭამას გვაბრალებდნენ, ლამის, დიდს პატარას არავის არ ინდობდნენ და ხოცავდნენ. მაშინ ისინი ყველაფერში მართლები ყოფილა. და მაშინ რუსეთის მართალი ყოფილა. აბა როგორ გინდათ? და ამის გამო, ამისმა თქმელმა პასუხი არ უნდა აგოს. და ეს სირი, ეს დიშლა ჩამოყალიბებული. მერე მეუბნებიან, რომ ახლა გუშინაც ანახლობელი ადამიანი მელაპარაკა და ერთ-ერთი
ქუთაისელი ქალბატონი, დიდი ქალბატონი ეროვნული მოძრაობის სრულის ჩამდგმელი ცხონებული მამაჩემის მეგობარი ლია კაცაძე შემოუთვლია, რომ შვილო ძალიან მიყვარხარ პატივს გცემო და საინტერესო საუბრობ, მაგრამ ნუ იგინებიო. აი გთხოვო, ჩემი თხოვნა იქნებაო. არ მინდა ქალბატონულია. ნამდვილად არ მინდა. მაგრამ აი გეკითხებით, ამ ხალხს რა ენაზე შეიძლება ესაუბრო? რა ენაზე შეიძლება ამ ადამიანებს ესაუბრო? გამეცით ვინმე პასუხი, ამდენ მოღალატეს უყურებდე და ყველა ეს მოღალატე იყოს ამაღლებული და ყველა მოღალატე იყოს ზემოთ გაბატო, გინდა არ აქვს მნიშვნელობა იქ ნაცებში, იქეთ კოცებში. ეხლა ეს ძაღლიშვილები ხელს არ დააფარებენ იმათ, ვინც მაშინ ქვეყანა დატოვა? და კონციონალური მოძრაობის ხელდასმით და ნათლობით არა, ესენი რო არიან და აგრძელებენ ცხოვრებას და ჩაუდგნენ აგერ ადვოკატებად, არ დაიჭიროთ გია ბარამიძე. მე რო იმაზე მჭამდით, რა ქვია, პუტინს უთხრაო იმაშიო ბლოგშიო, მოკალიო, იგიო, გაბუნია და გვარამია. როგორ ვარ ფეხებზე მკიდია გაბუნია და გვარამია და მისნაირი მოღალატეები. ფეხებზე მკიდია ბარამიძე და ფეხებზე მკიდია თუ ადრე ჩაძაღლდებიან მით უკეთესი, გინდა რუსის ტყვიას მოუკლია, უნდა ცოფიან ძაღლს უკბენია და ესე გაწრობია სული. ძალიან კარგსაც იზამენ თუ გააქრობენ. სამწუხარო და უბედურება ისაა, რომ რუსეთი ასეთ ხალხს არ ანადგურებს. რუსეთს ასეთი ხალხი საქართველოში ჭირდებათ. იმიტომ რომ ქართველიერი გაირყვნას, ქართველიერი გათახსირდეს და ქართველმა ერმა ვერ შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა და იყოს მართვადი. რაც გია ბარამიძემ რუსეთს საქმე გაუკეთა, ვინ გამოვიდოდა და ვინ გააკეთებდა იმდენ საქმეს ვინ გაუკეთებდა. რაც აი ახლა, რაც აფხაზებს საქმე გაუკეთა. რაც გაბუნიამ, გვარამიამ, რაც რუსთავიორმა საქმეები გაუკეთა, მთელი მათი დამპალი არსებობის მანძილზე. რუსეთს იმდენი სიკეთე ვის გაუკეთებია. ეგ არისო, რუსთავიორი არისო, რომ მირბოდა პანკისის ხეობაში და ჩეჩნებიო საქართველოში არიან და ჩეჩენი მებრძოლების იმგეს ობიექტებს აშუქებდა და გადაუფრინდებოდა მეორე დღეს რუსული ისა ბომბდამშენები და ბომბავდნენ. ეგენი არიყვნენ კოდორის ხეობაში რომ ფეხტაფეხ მისდევდნენ ჩეჩნებს, რომლებიც კვიციანის რასთან ერთად აფხაზეთში იბრძოდნენ. და რუსული ავიაცია ახლა აფხაზეთში შევიდნენ ტერორისტებია და იქაობას ბომბავდა. რუსთავიორი არისო ამ ძაღლიშვილებთან ერთად ის რა ქვია, ცხინვალის და ბომბის კადრები რო გადაიღო და ცხვირწინ აგვაფარეს გაეროში. თქვენ მშვიდობიან მოსახლეობას წყვეტდითო? აი ესეთი სირი ჟურნალისტები ესენი. და ახლა ეს სირი არა, დამცველად რო გამომივიდა. წადით ბიზია, ჩაიგდეთ ენა, ჭამთ ქართველიერის გაჭირვებული კაპიკებით გადახდეთ ცხოვრობ და კარგად აღარ და გულაობთან მთელი თქვენი ცხოვრება გაატარეთ ტაშპანდურში. და არავისე პასუხისგების შეგრძნება არ აქვს. სამშობლო დატოვა პასუხი არ აქვს. ქვეყანა გაყიდა პასუხი არ აქვს. გამოვიდა მთელიერი გენოციდში დაადანაშაულა, სამხედრო დანაშაულებებში ქვეყანა დაადანაშაულა, პასუხი არ აქვს. რუსეთს აქვს საქმე აღძრული ვიღაც. ხო, კაი, ახლა რუსეთს შეიძლება მიშაზეც აქვს საქმე, გამოუშვით მიშა მაშინ გარეთ. გამოუშვით გარეთ. არ ეყოფა ჩემოძმაო სტალინი ისა რა ქვია სოლომონ პირველი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე ერთად რო გააცოცხლო და მოღალატეები რო ახოციო. არ ეყოფა მე მგონი იმდენია მოსული. წაეთხრიე სახში, დაეგდე სახში, ჩაიგდე ენა მუცელში და ნუ ლაპარაკობთ მაინც. ნუ ლაპარაკობთ მაინც ყველაფერი რო რჩება ამ ქვეყანაში, იმიტომ ეტირა დედა ქვეყანას. მერე გამოდის აქ ზოგიერთი და მე მეუბნება რომ ეს თქვი და ის თქვი. მე ამას ვიძახი, მე ამას ვამბობ. მითქვია და მომითხოვია, როცა მოსათხოვი იყო ყოველთვის. აგერ ბატონო. აგერა თელი სტრატეგიული ობიექტების სია, რომელიც სტრატეგიული ობიექტებიც გიგაბოკერიამ, მიხეილ სააკაშვილმა, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაცა რუსეთს. და რუსეთი შემოდის და სადახართ რატო არ თხოვთ პასუხს? რატო არ თხოვთ პასუხს? რატო არ გამოდიხართ და რატო არ თხოვთ ამ ობიექტების ნაციონალიზაციას? თქვენ აი რუსეთი და პუტინის ხალხი და ის ამნაირი ერთი ნაგავები ხართ სულ ყველა.
ერთი ნაგვები ხართ 2008 წლის 8 აგვისტოს რო გადაუფორმა აი ამ ძაღლიშვილმა დედამის გპის კორპუსები ეს როგორ იყო ერთი ეს როგორ იყო ეს გაგვახსენეთ როდის მოასწრო შედით ეგ რა მოიღეთ სამოქალაქო რეესტრში ნოტარიალური ის არა ქვია ნოტარიალური გაფორმებები სადა როგორ არა რანაირათა არც ერთი ბრალდება სააკაშვილს არც ერთი დაკითხვაც კი არა ბოკერიას ვინმე ქვეყანა დატოვა კაციშვილმა პასუხი არ უნდა აგოს ეს ბოზიშვილი გამოეთხია და ქართველიერი დაადანაშაულა გენოციდში და აფხაზების სისხლის სმაში ამან პასუხი არ აგოს რუსეთს აქვს საქმე აღძრული ხალხო რამე ვინმე რუსეთუმეობა არ მოგვაწეპოს რა გინდათ ვიზია თქვენ ვინ ახართ საიდან მოხვედით რა ჯიშის ახართ აი მართლა გეკითხებით რა ყველა კოც გეკითხებით და მოდის ყველა იმნაირი გაправება ამნაირი გაправება ხო შეეშინდათ ხო მერე რა მოხდა გაიქცნენ ხო არა თვითონ უნდა გაიქცნენ თვითონ უნდა მოაწყონ ომი სომეხმა იმან რა ქვია ებრაელმა პრიბალტიკელმა უნდა მოაწყოს ომი უნდა ატეხოს უბედურება უნდა გადაკიდოს ქვეყანა ისედაც გადაკიდებულ ამ რუსეთს თვითონ უნდა დაძარცვონ საქართველოს ყველაფერი რუსეთს უნდა გადააბარონ და მე ომის დროს უნდა დაკრან ფეხი უნდა გაიქცნენ და არავის პასუხი არ უნდა მოეთხოვოს რა აი ეს ქვეყანაა საქართველო და ამას საზოგადოება უყურებს ბიჭო და აქეთ უბრალოდ გულია მერია ერთი 400-ზე მეტი კომენტარია დაწერილი აბსოლუტური უმრავლესობა ახლა როგორ შეიძლება გაამართლო ადამიანი რომელმაც ომის დროს პასუხისმგებელმა პირმა თანამდებობის პირმა დატოვა ქვეყანა შეიძლება ერთ და ორ სახელმწიფო საქმე ქონოდა ამდენ ადამიანს როგორ უნდა ქონდეს სახელმწიფო საქმე ესენი აბსოლუტურად ხო ყველა იმისთვის გარბოდენ რომ თავისი თავი გადაერჩინა და ყველა ბიზნესმენია ყველა მაღალი თანამდებობის პირია არა ძმაო პასუხი არა და როდესაც ნებისმიერი შეაგინებთ ნაციონალურ მოძრაობას იქვე უნდა დაამხოთ თავზე ბიძინა ივანაშვილი და იქვე უნდა დაამხოთ თავზე კონციონალური მოძრაობა ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო არ ვამბობ იმას რომ მარტო ამ ჩათლახებს 2011 წლამდე თვითონ აფინანსებდა მე მინდა გითხრათ ძალიან მარტივ ენაზე აი ესეთ მოღალატეებთან აი ესეთ ძაღლიშვილებთან აი ესეთ გამყიდველებთან მხოლოდ ისეთ ნაზირალას ისეთ ბოგანოს ისეთ ამორალურს ისეთ ზნეობრივად გახრწნილ და მხოლოდ საკუთარი კუჭის პატრიოტ არსებას შეეძლო თანაცხოვრება და არსებობა როგორც არის ბიძინა ივანიშვილი და როგორებიც ხართ კოცები როგორებიც ხართ აი დეინი კოცები რო ხართ განსაკუთრებით აბა ომი გინდა და საერთოდ ეს ქვეყანა არსებობის ღირსი არა არის ეს ქვეყანა არსებობის ღირსი მე გამიწყენ რომ ვთქვი რომ ესა რა ქვია აი ესეთი ქვეყნის არმიაში არ უნდა მსახურობდეს ახალგაზრდა ადამიანი განა იმიტომ რომ სამშობლო არ უყვარს იმიტომ რომ ყოველთვის ასე მოხდება გაიწირება გაჭირვებული შვილი გაიწირება ადამიანი რომელსაც მართლა უყვარს მისი ქვეყანა და არასდროს პასუხს არ აგებენ ესენი ვინც ამას კივის და წივის ასია ეს დაწერილი წესია კაცობრიობის წესია და განსაკუთრებით საქართველოს შეყვებული წესია ნახეთ წინა ვიდეო ჩამოდით წინა პოსტიდებს და ვეტერანებმა ვინც იბრძოლეს მართლა 92-93 წლებში 2008 წელს როგორ მოექცა მათ სახელმწიფო და როგორ ექცევიან აი ამათ რა თქმა უნდა მეტის ღირსები ვარ ძმაო მაგრამ კაი ესენი არის ეს კასტა არის ხო კაი ჯანდაბას ამათი კასტა ეს არის ეს პოლიტიკოსების და მათი ესა რა ქვია დამპალი გამправებლები და მათი ოჯახი და ეს ბოზიშვილები ყველაფერს რო შეითავსები თქვენ რა მოგივიდათ ხალხო თქვენ რა მოგივიდათ შეგუეთ ხო ამას აი თუ შეგუეთ ამ ყველაფერს და ბილდს შეეკარით ზავით აბა მიიღეთ ახლა ეგეთი ცხოვრება და მე რო შეგაგინებთ ვიღაცა და რო შემოგაფურთხებთ და რო გეტყვით რომ თქვენც ისეთი ძაღლიშვილები ხართ მე არ გეწვინოთ რა სააკაშვილთან ბოკერიასთან კეზერაშვილთან ამათან ვინც არიან ეს
მათთან კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ბოზიშვილებს შეუძლიათ, როგორც თქვენ ახართ. ეს ახლა უბრალოდ აი ამ დროს და ეს ზოგადად აი ახლა განსაკუთრებით მინდა გაჩვენოთ, ბევრი არ ჭირდება ბიჭო 21 საუკუნე არის. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა და რა ვიცი, ამისაა და ზებრას და იმას ალაპარაკებენ ამიმი. შედით ბიჭო ელემენტარული მოითხოვეთ, აი 2008 წლის ომის მერე რუსეთზე მეზარება მე ვიცი ესენი, მაგრამ ახლა სია ზეპირად ვარამა ყოველწუთში თავში და შენ დაგერდე შეიკითხეთ ხელოვნური ინტელექტს. 2008 წლის ომის მერე გადაცემული ესა ობიექტები. ენგურჰესი, ხრამჰესი 2 ენერგოგამონაწილებელი კომპანიები თელასი და თელმიკო, საწვავის ბაზარი, ლუკოილი, ბენზინსადგურების ქსელი, ავტოპროდუქტების საბითუმო ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები, ბილაინი, ვითიბი, ეს ამ დრომდე, სანამდე სანქციები არ იქნა დაწესებული და მერე გამოისყიდეს. ბორჯომი, ალფა ჯგუფი, ეს ალფა ჯგუფი რუსეთში, უშიშროების ბანკი როა. ამას მიმატებული, აქვია იმას, ენერგოპრო, ჯორჯიან უოთენენ პაუერი, სულ რუსული კომპანიები. RMG Gold-ი, რომელმაც საყდრისი დაანგრია და დადიხარდა და რუსეთი და რუსებმა ეს გვიქნა და დიდება გმირებს და თქვენი აფირისტი დედაშევეცი, აი მეზიზღება საქართველოსკენ გამოხედვა არ მინდა რა. არ მინდა ამ აფირისტი ხალხის ამდენი თაღლითის, ამდენი აფირისტის, ამდენი უთავმოყვარეოს, ამდენი უღირსი ადამიანის დანახვა არ მინდა. რამე სიტყვი და დაგიწყებენ აქ რომ ღირსებაზე შეახედა პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენ. შემომივარდა ამის ერთი კოცი გუშინ და დაწერა ამაზე კომენტარი, მიიღო რაც უნდა მიიღო და შინაგან საქმეთა სამინისტრო მომითაგა, რა ქვია, აგებიეთ პასუხი რამენაირად თუ გვაგინებს. აი ეს ახართ თქვენ. და ეს ახართ, ეს არის თქვენი წყალწარღებული, ნაძირალა, ვირთხა აქტივი. რასაც გაგინებთ ესას და რაც ხალხი წევლი და გაგინებთ 10 იმდენი შეგარგოთ ღმერთო. ამის ღირსები ხართ რა, იმიტომ რომ უთავმოყვარეო ხალხი ხართ. ადამიანი შეიძლება სადღაც მუშაობდე, შეიძლება რაღაცას არსებო გქონდეს, შენი აზრი არ უნდა გქონდეს. შენი აზრი არ უნდა, მარტო ნაცები ცუდი. აი ეს ნაცები რო თქვენთან არიან, ისინი კარგი გახდნენ, ხო, თქვენთან რო შემოვიდნენ. და თქვენ რო იმათ ხელს აფარებთ, იმათ რო პასუხი არაფერზე არ უნდა აგონ. თქვენ ვინახართ, რა გამოდიხართ. კანონის ენით რო ვილაპარაკოთ, დამნაშავეზე ხელის დამფარებელი დამნაშავია. ამის დედავატირე. ჩემთან სოფელში ცუდი ამბავი მოხდა რაღაცა. ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთმა მეზობელმა ჩაისვა მანქანაში ეს დამტრეული ბიჭი და წაიყვანა საავადმყოფოში. 35 კილომეტრი არის რაიონამდე. პირდაპირ სან არ დაელოდა სასტრაფოს მოსვლას. მიიყვანა იქ ცოცხალი. კაცი დაიჭირეს იმის გამო, საავადმყოფოში რატო წაიყვანეო და შინაგან საქმეთა სამინისტროში რატო არ დარეკეო. დანაშაული არ შეგვატყობიეო. ამის გამო დაიჭირეს ადამიანი და დანაშაულს ხელი დააფარეო. და ამის გამო თავზე ციხეს აშენებდნენ. ამათ ქოცების დროს. და ბიჭო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ თელამდენ მოღალატეებს ამათი დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ამათი აქტივისტების ბოლო კოცმაცუნა როდარბის ორივე ხელით კი არა კრუხი როციცილებს გადაეფარება, ისია გადაფარებული. აგერ ამბოზიშვილს კიდე ენარო წაატლიგინა ახლა და მთელი ერი დანაშაულში იმანაც კი არ აგოს. პასუხია და ამაცე როგორ შეიძლება ძმაო რა მის თქმა. ესენი აბაო მიგინდა? აბა შენ რუსეთი ხარ? კი ბატონო, თვით ლიკვიდაცია ქართველებს ჩართული, ამერს მომავალი ნამდვილად არ გააჩნია, არც უნდა გქონდეს, მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ასეთმა ერმა არ უნდა იარსებოს, არ მით უმეტეს ისეთი დიდი ერი, როგორც ქართველი ერი არის და ღრმა დიდი წარსული აქვს, თუ მისი შთამომავლობა გახდა აი ესეთი, როგორც დღევანდელი ნაცი და კოცია და როგორც მასეთი დამპყრობლები, ამერმა ნამდვილად არ უნდა იარსებოს. იმიტომ რომ წინაპართა ის გმირული წარსული აი ესეთმა ძაღლიშვილებმა მით უმეტეს არა ქართველებმა. არც ბიძინა ივანიშვილია ქართველი, არც ესენი არიან ქართველები
სომეხი, ურია, პრიბალტიკელი, რავი, რა ჯიშის ხალხი, აგერ რა იმასკნელი, რა ქვია, შემხვდა მაგათი ნაწილის აგერ რა სახელები და გვარები ვინ არიან და რა წარმოადგენენ. ახლა მე არ ვიცი, თავს ვერ დავდებ ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი არის გვარგადაკეთებული ხალხი, ვინც არიან. ეს გვარგადაკეთებული ჩინოვნიკები და ისინი, რა ქვია, სამოქალაქო აქტივი და არც ერთ ქართველები ესენი არ არის. ამ ერმა მიცეს უფლება ამ უჯიშოებს თელი მსოფლიოს ინტერნაციონალის ბიოლოგიურ ნაგავს, რომელიც გლობალისტებმა მოიყვანეს და დაასვეს ქართველებს თავზე და თმის ღერიდან ფრჩხილამდე შეისწავლეს თავიანთი ესა რა ქვია წარმოშობა, წარსული, სულისკვეთება და ანადგურებიებენ ქვეყანას. ნამდვილად არა ეს ქვეყანას არსი. ამის წინ ჩემ ნათლი მამას ველაპარაკე. ნათლი მირონები ვარ ჯარისმა კაცები და მის გარდა. ველაპარაკე. და კაცი მეუბნება რა, სამსახურის შეცვლა უნდა და მიიტანა საბუთები ყველაფერი გამზადა და რა ხდება მეთქი ადრე იმის გამო რომ ჩემი ნათლი მირონი იყო სამსახურში არ მიიღეს. რა ხდება მე ვთხარი რა შეამეთქი საქმე თქო და ახალი სამსახური ნახი გადადითქო და მივიტანე დოკუმენტები შევიტანე კიო ყველაფერი კარგიაო მაგრამ სუსმაო დაგბლოკაო უშიშროებამ დაგბლოკაო რატომ მე ვთხარი რას გირჩევდნენ თქო იმიტომ რომ გეი პარადების დროს ეს ბიჭი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო და დაიჭირეს იმიტომ რომ ძალადობაზე არისო მაგიო ნასამართლებიო ადმინისტრაციული ქონდა შეფარდებული ანუ არ არის ეს კაცი LGBT-ების მომხრე არ არის ამათი ტაშისმრელი ჩემი ძმაკაცია ნათლი მირონია და ოფიციალურად სახელმწიფო უშიშროების სამსახური ბლოკავს იმის გამო რომ ესეთი ქართველი აი იმიტომ რომ ეს ბოზიშვილები არიან ზემოთ არა საქართველოს საქმე წასულია არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას უშველის სულ სხვა რაღაცა და სულ სხვა რაღაციდან თუ მოვა საშველი თუ ამათ ხელში არა ძმაო როგორც იმსახურებს ისე მიდის ყველაფერი. ეგრეა და იჯექით ახლა და თქვით რომ აბაო მიგინდა, აბა მიშაგინდა. რამდენიმე სიმართლეს ვლაპარაკობდი, იმდენი გახარება მე. რამდენი თვითონ ქოცები არიან, თავიანთ პარტია იძულებული არიან იმ პარტიაში რო იყვნენ. და შექმნეს ისა რა ქვია შენ ხომ მუშაობ და რა გინდა და 1500-2000 ლარი მიცეს ხელფასები და ხმა არ ამოიღო. ზიან ახლა ამ ყველაფერს უყურებენ, გულში მკვდარ და სუცხალს აგინებენ და თვითონ ვერ იღებენ ხმას. ვერ იღებენ ხმას. იმიტომ რომ დაკარგავენ სამსახურს. არ დაიჭიროთ. არავინ არ დაიჭიროთ. არც ის გაქცეულები დაიჭიროთ, არც სააკაშვილს აგებიოთ პასუხი, არც ბოკერიას აგებიოთ პასუხი, არც კეზერაშვილს აგებიოთ პასუხი, არც ამათ აგებიოთ პასუხი და ისა რა მოხდა მე აბა ერმილე ნემსაძეს აგებიეთ პასუხი. იმიტომ რომ დიდგორობას აღნიშნავდა, იმიტომ რომ LGBT-ებს ეწინააღმდეგებოდა საქართველოში, იმიტომ რომ იმის რა ქვია დავით გარეჯი თხოვდა, იმიტომ რომ ეროვნული ცნობიერებით ლაპარაკ, აი ის გაანადგურეთ იმას ამოხადეთ სული და მაგნაირი თუ ვინმეა. აი ესაა დაპყრობილი ქვეყანა. ესაა დაპყრობილი ქვეყანა. სხვა კი არაფერი არა. ახლა ჩემთვის რა განსხვავება არის? მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აფხაზეთში რომ მოხდე, აფხაზები არ მომექცევიან ასე. არ მომექცევია. სტუმარი ხარ და სტუმარ მასპინძის პატივისცემით მომექცევია. და კაცი თუ იქნები და ვაჟკაცი თუ იქნები და ადამიანი თუ იქნები და კაცურად იცხოვრებ, იქაც არავინ არ მოგხდის სულს თუ არ დაიწყებ იმის ძახილს, რომ აფხაზეთი საქართველოა და თქვენი დედა და თქვენი ასე და თქვენი ის. თქმა უნდა, მე მაგას არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად ვამბობ. ცხოვრობს იქ. უამრავი ქართველი ცხოვრობს და ღირსეულადაც ცხოვრობენ. და კაცურადაც ცხოვრობენ. და უბატონოდ ხმას ვერავინ ვერცემს. და საქართველოში შენი სამშობლოს სიყვარული და შენი სამშობლოს და საერთოდ ზოგადად ეროვნული საკითხის დაცვა სამართლიანობის დაცვა ეს არის უდიდესი დანაშაული, რასაც არავინ არ გაპატიებს. და ერთს ვისურვებდი რა. აი დადგება დრო და აი ამ სამართალს გაერჩიოს თქვენი ოჯახის წევრებისთვის, თქვენი ტაშის მკვლელებისთვის სამართალი ცხოვრებაში და გაგირჩევთ კიდეც რა. მიდით და ლოკეთ და ყუბაია ლიკლიკაძის თამადობით.
აბა თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთმა. მიდით, მიაწექით და მიეცით ჩვენება იმის საწინააღმდეგოდ, მაგრამ წინააღმდეგი იყავით, რომ ციხეში არ ჩასვათ ის რა ქვია. საწყალი ეს გაჭირვებული სულედი ეს ბარამიძე ეს. აბა წესი და რიგით ბარამიძე 9-ჯერ უნდა იყოს სარზე აცმული და 9-ჯერ უნდა კონდეს დედა მოტყნული იმის გამო, რაც 90-იან წლებში ჯერ ეროვნულ ხელისუფლებას გაუკეთა. ეროვნულ ხელისუფლებას რას გაუკეთა? და პირველი იყო, რა თქმა უნდა, ამ უჯიშოს ეზიზღებოდა ზვიად გამსახურდია და ქართველობა და წინა რიგებში იდგა 91-92 წლებში. რა თქმა უნდა, ეზიზღებოდა ქართველობა, იმიტომ მოიქცა, როგორც მოიქცა იმაში, რა ქვია. სვანეთში და სვანები განსაკუთრებით ეზიზღებოდათ. რა თქმა უნდა, სანამ საფლავში ჩავა, მანამდე ყველაფერს გააკეთებს. მე ნახდათ ვიცი, როდესაც არძიმ ბაყავდა თბილისში ჩამოყვანილი და შევარდნაძეს რო ხვდებოდა და რაღაცაზე იყო ლაპარაკი, მაშინ პრიმაკოვმა ჩამოიყვანა. ეს ლიტველი ბარამიძე და ჟვანია სომეხი და სააკაშვილი და ესენი დიდას აგინებდნენ შევარდნაძეს და ასე ამბობდნენ, რომ ჩვენო შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთიო რა თქინდაო. რა თქინდაო, ჩვენო შევარდნაძის დაბრუნებულიო აფხაზეთიო. მოვად ჩვენ და ჩვენ დავიბრუნებთ. და არძიმბამ თქვა, მე მაშინ მივხვდიო, რომ საქართველოს საქმე დაღუპული იყო და საქართველოსთან ერთად აფხაზეთს არაფერი არ საქმეობდა, შევარდნაძის მასიო, შევარდნაძის რო აგინებდნენ მისი ლეკვები. ეგა? ესა აგენტურა. ესა აგენტურა. ამას ქვია ღალატი, ამათ ქვია მოღალატეები. და ზოგიერთი რომ მეკითხებით, ქოცებიო სად იყვნენო, ემასო, რა ქვია, ამ დროსო სად ნახეთ მე, რომ მე ქოცების მომხრე ვიყავი დედი მისის ტყნაში და მამის შიმშილში იყვნენ. ზოგი სოროსის ფონდში იყო და იქ ხრავდა, ზოგი შიგ ევროპაში ეგდოდა, სწავლობდა, როგორც იყო კობახიძე და ესენი და ასე გაქონდათ თავიანთი დამპალი, აყროლებული წუთი სოფელი, რომელიც მზადდებოდნენ იმისთვის, რომ თუ გადარჩებოდა ეს ქვეყანა, მე გამოიყენებიათ ასე და კოჰაბიტაციაში ყოფილიყავთ და ეს ქვეყანა დაგჭირნდათ ნაცს და კოცს და ქართველებს უარი. ეგა ამას როცა გაიგებს ქართველი ერი, როცა გაიგებს ერის აბსოლუტური უმრავლესობა, აი მაშინ გადარჩება. მანამდე დედა აქვს მოტყნული ყველაფერს და ნახდათ ვერ გაიხარებს ეს თქმა. გინდათ ახლა ჩემი გინება მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონებთან, ძალიან დიდი ბოდიში იმ ადამიანებთან, რომელი ადამიანებიც მართლა ესეთი ღირსეული ადამიანები არიან და მათ უბრალოდ ცუდად ხდება ეს გინება, მე ამ ხალხისთვის სხვა სიტყვები არ მემეტება. მორჩა და დამთავრდა. ამათ ყველაფერი სასაცილოდ აიგდეს. აგერა გამოძიებული ომი. დიდ კლოუნადას უსმინეთ, უყურეთ ჩარშან და უსმინეთ, აი ესე იგი. კარგად ბრძანდებოდეთ.